ჭიათურ მანგანეზის თანამშრომლები რამდენიმე დღიანი რაფიცვის შემდეგ თბილისში ჩამოდიან. ისინი დილიდან მთავრობის კანცელარიაში მივიდნენ და ახალ მთავრობას კონკრეტული მოთხოვნა წაუყენეს. მათ სურთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას გამოიძიებს. როგორც მაღაროელები ამბობენ, ბოლო წლების განმავლობაში გაუსაძლისი სამუშაო პირობები ჰქონდათ. კომპანია კი თანხების არამიზნობრივად ხარჯავდა. სამუშაო პირობების დაუმჯობესების და ხელფასების დაორმაგების მოთხოვნით ჭიათურაში უკვე მე-17 დღეა მაღაროელები შემშილობენ. რაფიცულები უკვე შევიდნენ კანცელარიის შენობაში. დეტალებს დურამ როურავასთან შევიტყობთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთება დურამ მოგესალმებით. დიახ, ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლები დაახლოებით 3 ადამიანი უკვე შეხვდა კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილების სამმართველოს უფროს მამუკა ასათიანს. მათ გააცნეს კანცელარიის ამ სამმართველოს უფროს საკუთარი მოთხოვნები და ამ დროისთვის უკვე მაღაროელები, რომლებიც განაგრძობენ აქციას კანცელარიის წინ, შეიმუშავებენ წერილს, რომელიც იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელზე და ამ წერილში დაფიქსირდება მათი მოთხოვნები. ძირითადი მათი, ასე ვთქვათ, ის საკითხები, რაც მათ აწუხებს, არის გაუსაძლისი პირობები, რომელიც არის შექმნილი მაღაროში, როგორც ისინი აცხადებენ, მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ არის მოწესრიგებული ვენტილაციის სისტემა და ზოგადად მათ უწევთ ჯორჯიან მანგანეზის ამ კომპანიის მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე პირობებში ყოფნა. უსაფრთხოების წესები არ არის დაცული მაღაროში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ იმ მაღაროელების კომენტარები, რომლებიც გუშინ ჩამოვიდნენ თბილისში. მათ თავდაპირველად გამართეს აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდგომ კი აქ კანცელარიასთან გადმოინაცვლეს და როგორც ისინი აცხადებენ, ასევე მათ დღესვე შემოუერთდებიან სოლიდარობის ნიშნად სტუდენტები. რა თემაზე წავა საუბარი, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ჩვენი თავისთავად ჩვენი გულის ტკივილს გავაცნობთ აუცილებლად. და კიდევ მივუთითებ, რომ კომისია იყოს ხელეწიფება, გამოგვიგზავნონ კომისია და მოგხედონ რა ჭიათურაში ძალიან ურთულეს მდგომარეობაში არის უკვე 15 ქალი შეუერთდა მждომარი აქციას და უკვე შიგნიზიან მაღაროში ის 15 ქალიც. ჩვენ ჩამოვედით ჭიათურიდან ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები. მოთხოვნები გვაქვს, რომ გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა და პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ, ხელფასის მატებას და როცა ინიციატივა ჯგუფი უნდა შეიქმნას ეს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას. გაფიცულებით 15 ოქტომბრიდან და ამაზე არ არის არავითარი რეაგირება, არ ხდება ჩვენთან შეხვედრები იყო, მაგრამ არაფერი წინსვლა არ არის და სურს ამჟამად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. პარალელურად ჭიათურაში პატარიძის სახელობის მაღაროში უკვე მე-14 დღეა მიმდინარეობს შიმშილობის აქცია, რომელსაც აქ მყოფი მაღაროელების ინფორმაციით დღეს უკვე ქალბატონებით შეუერთდნენ. უკვე ეს აქცია, როგორც ისინი აცხადებენ, მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს და გაგრძელდება საზოგადოების სოლიდარობის კუთხით. მათ იმედი აქვთ, რომ დღეს სტუდენტებთან ერთად საზოგადოების სხვა წარმომადგენლებით შეუერთდებიან ამ პროტესტს. 6 კილომეტრია მიწის ქვეშ ეს მაღარო, რომელშიც ამ დრომდეც იმყოფებიან 2 კვირაზე მეტია მაღაროელები და როგორც უკვე გითხარით, იქ ქალბატონებით შეუერთდნენ ამ აქციას. მადლობა გურამ როურავას საუბრობდა პირდაპირ ეთერში.